მოგესალმებით. ქართველებს ევროკავშირიდან ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე დემოკრატიულ ღირებულებებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ჩვენც უკვე მივეჩვიეთ, რომ როგორც წესი, ასეთი მოწოდებები ჰაერზე გაკეთებული განცხადებებია პოლიტიკური სარჩულით. ასეთი განცხადებებით მოსარგებლე რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები არიან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩეხეთის საელჩო წუხარებას გამოთქვამდა იმაზე, რომ თურმე საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ. ჩეხეთის საელჩოსთვის ალბათ საქართველო დემოკრატიის შუქურა სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. ასევე რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ქართველ მოსამართლეებს. მიზეზი საოცარია. გონივრული საფუძველი აქვთ ივარაუდონ, რომ კონკრეტულ პირებთან მიმართებით კორუფციას აქვს ადგილი. ხომძლიერი არგუმენტია გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის. გონივრული საფუძველის ფონზე ვარაუდებით გადაწყვეტილებების მიღება ალბათ ვიღაცისთვის დემოკრატიად ითვლება, მაგრამ თავად ბრიტანეთში ცოტა სხვაგვარია ხალხის განწყობა ბრიტანული დემოკრატიის მიმართ. დიდი ბრიტანეთის ახალგაზრდები სერიოზულად შეშფოთებული არიან დემოკრატიის მდგომარეობით. გლაზგოს უნივერსიტეტის ჯონ სმიტის ცენტრის კვლევის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს ახალგაზრდების უმრავლესობა უკმაყოფილოა დემოკრატიის დეფიციტის გამო. გამოკითხვა მაჩვენა, რომ ბრიტანელი ახალგაზრდების 63%-ს ჯერა, რომ დემოკრატია უბედურ ვითარებაშია, ხოლო 27% ამბობს, რომ მათ დიქტატურაში ცხოვრება ურჩევნიათ. 72% ამბობს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა ზედმეტად პოლარიზებულია. გამოკითხვა ჩატარდა 16-დან 29 წლის ასაკის სეგმენტის მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ იფსოსის ანალიზის თანახმად 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 27%-მა მისცა ხმა გასული წლის ივლისის არჩევნებში, რაც 2019 წლის 47%-თან შედარებით ნაკლებია. მმართველი ლეიბორისტები თავიანთ მანიფესტში ხმის მიცემის ასაკის შემცირებას 18-დან 16 წლამდე პირდებოდნენ მოსახლეობას, მაგრამ ჯერ არ განუხილავთ შესაბამისი კანონმდებლობა. გამოკითხვის მიხედვით ჩანს, რომ თურმე ბრიტანელების უმრავლესობა პოლიტიკურ პოლარიზაციას ხედავს და უარყოფითად აფასებს. თურმე არც ბრიტანეთის დემოკრატიის ხარისხით არიან კმაყოფილი. დაახლოებით იგივეა დემოკრატიისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის მასშტაბით. ევრობარომეტრის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის მოსახლეობაში 51% დემოკრატიით ან უკმაყოფილოა, ან ძალიან უკმაყოფილო. ასეთ ვითარებას თავისი ძალიან ბევრი და კომპლექსური მიზეზები აქვს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთში 2022-2023 სასწავლო წლის პერიოდში ერთ-ერთი ბაღიდან, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იყო, გაურიცხავთ 3-4 წლის ბავშვი. მიზეზი საოცარი იყო. თურმე ამ ბავშვს ტრანსფობიური განწყობები ჰქონია და სკოლამ, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ღირებულებებზე დგას, 4 წლის ბავშვს ეს არ აპატია. ამ ისტორიაზე მეტი დეტალი არ ვრცელდება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ბავშვი ტრადიციული და ნორმალური ოჯახიდან იყო და არ მიიღო ის არანორმალური მოცემულობა, რასაც LGBT იდეოლოგიის სწავლება და დანერგვა ჰქვია. მონაცემების მიხედვით ეს ბავშვი ერთადერთი არ ყოფილა. იმავე სასწავლო წლის პერიოდში კიდევ 94 ბავშვი გაურიცხავთ ბაღებიდან ბრიტანეთში, იმავე მიზეზით, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მომიზეზებით. როგორც ჩანს, ტრადიციული ღირებულებებისა და LGBT იდეოლოგიის მიუღებლობის გამო. ამ ისტორიის მოსმენისას უნებლიეთ გახსენდება ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყარო, სადაც ბავშვებიდან მათ, ვინც სასწავლო დაწესებულებაში მარტივ ეროტიულ თამაშებს არ ასრულებენ, სჯიან. ეტყობა ამაზე უარესი ვითარება ჰაქსლიმ მაშინ ვერ წარმოიდგინა. სამაგიეროდ ბორის ჯონსონის, რიში სუნაკისა და კირ სტარმერის დემოკრატიამ კიდეც წარმოიდგინა და კიდეც დაამკვიდრა. ამ ყველაფრის მიზანი კი სახელმწიფოს რეალური დანიშნულების გვერდით გადადება და დემოკრატიის მომიზეზებით ამავე სახელმწიფოსა თუ ქვეყნების იდენტობის გაქრობაა. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა არის საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვა. ამაში შედის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი, იდენტობაზე ზრუნვას, კულტურის განვითარებას და კიდევ ბევრი სხვა. დღეს ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფოს უპირველესი დანიშნულება საერთოდ დავიწყებულია და ჩანაცვლებულია გლობალისტური და ნეოლიბერალური ღირებულებებით, დემოკრატიის დაცვითა და კანონის უზენაესობის შირმით. სინამდვილეში კი საკუთარი ქვეყნებისა და მთლიანობაში ევროპული იდენტობის გაქრობა არის მთავარი მიზანი.
ევროპის დემოკრატიისა და იდენტობის გაქრობის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს ამუშავდა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ამერიკის ეკონომიკას 1,5 ტრილიონ ევროთი გაუსწრო. სწორედ მაშინ დაიწყო ევროკავშირის დამორჩილების აქტიური ფაზა გლობალური deep state-ის მიერ, რაც არალეგალური მიგრაციით, LGBT პროპაგანდითა და ევროკავშირში კრიზისების შექმნით ხორციელდება. ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევები ევროპაში მოსახლეობის მასობრივ იმედგაცრუებასა და შიშზე მეტყველებს. 2025 წელს ევროკავშირის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 33%-ს მიაჩნია, რომ მათი ცხოვრების დონე შემდეგი 5 წლის განმავლობაში გაუარესდება. ეს 7 პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ გასულ წელს, როდესაც საკუთარ მომავალზე სკეპტიკურად გამოკითხულთა მხოლოდ 26% იყო განწყობილი. ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობა 71% თვლის, რომ მათ ქვეყნებში სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების ფრუსტრაცია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს საბერძნეთსა და საფრანგეთში აღწევს, სადაც შესაბამისად გამოკითხულთა 75 და 74% ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს. ევროპელების ერთ-ერთი მთავარი შეშფოთების მიზეზი გაძვირებული ცხოვრებაა. ავსტრიის, საბერძნეთის, ჩეხეთის, კვიპროსის, სლოვენიის და საფრანგეთის მოსახლეობას ევროკავშირის ნდობა დაკარგული აქვს. ევროკავშირის დიდ ქვეყნებს შორის ყველაზე ევროსკეპტიკურად საფრანგეთის მოქალაქეები არიან განწყობილი. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საფრანგეთში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები, ყვითელი ჟილეტების სახელით ცნობილი განგრძობადი პროტესტი, როდესაც მოსახლეობა გაზრდილ ფასებს აპროტესტებდა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვდა. მოსახლეობის განწყობები დამაფიქრებელია დიდ ბრიტანეთშიც. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ ევროკავშირი დატოვა. მაშინ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ყოველ კვირას მაკრონს ხვდება და უკრაინის ომის გასაგრძელებლად ცდას არაკლებს, საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდები სერიოზულად შეწუხებულები არიან დემოკრატიის მდგომარეობით. გლაზგოს უნივერსიტეტის ჯონ სმიტის ცენტრის კვლევის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს ახალგაზრდების უმრავლესობა შეშფოთებულია დემოკრატიის დეფიციტის გამო. გამოკითხვა მაჩვენა, რომ ბრიტანელი ახალგაზრდების 73%-ს ჯერა, რომ დემოკრატია ცუდ დღეშია. 72% ამბობს, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა ზედმეტად პოლარიზებულია. გამოკითხვა 16-29 წლის ასაკის სეგმენტის მოსახლეობაში ჩატარდა, რომელთაც სხვანაირად ჯენზის ეძახიან. როგორც ვხედავთ, ევროპული მოსახლეობის განწყობები და მოლოდინები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. როდესაც ევროკავშირის გლობალური deep state-ი საქართველოს მთავრობას თითქმის რეჟიმში ელაპარაკება და ჩვენ დემოკრატიის შესახებ გვმოძღვრავენ, თვითონ ყოველდღიურად სილდებიან დემოკრატიის პრინციპებს. ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი არადემოკრატიულია, ფუნდამენტურად არასწორი გაგება აქვს ევროკავშირზე. ევროკავშირი არა თუ არადემოკრატიულია, არამედ ანტიდემოკრატიული სტრუქტურაა. დემოკრატია მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებზე ხმის მიცემა არაა. დემოკრატია მოსახლეობის ჩართულობას ნიშნავს პოლიტიკურ პროცესში, მისი ინტერესების გათვალისწინებას და მათი ყოფის გაუმჯობესებას. ევროპაში კი იშვიათი გამონაკლისების გარდა უკვე მე რამდენი წელია ამის საპირისპიროს ვადევნებთ თვალს. ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად ევროპელების აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ცხოვრების ხარჯები, ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და ჯანდაცვაა. რას აკეთებს ამ საკითხების მოსაგვარებლად ევროპული პოლიტიკური ელიტა? საკუთარი გაუაზრებელი და თვითგამანადგურებელი პოლიტიკით ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს და ევროპის მილიტარიზაციას იწყებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა ჯანდაცვის ხარჯების შემცირება და ამის მაგივრად ქვეყნის შეიარაღება დააანონსა. მე დღეს ვადასტურებ, რომ დამატებით 2,2 მილიარდ გირვანკა სტერლინგს გამოვყოფთ თავდაცვის სამინისტროსთვის შემდეგ წელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, შეზღუდული შესაძლებლობების პირები, სოციალურ ჯანდაცვაზე დამოკიდებული და ხანდაზმულები უფრო ნაკლებ შემწეობას მიიღებენ საკუთარი მთავრობისგან. ლეიბორისტების პოლიტიკით უკმაყოფილო ბრიტანელები ასეთ ანტისოციალურ პოლიტიკას არ ეთანხმებიან, მაგრამ მათ სამწუხაროდ არავინ უსმენს. ამ პოლიტიკას უკვე ჰყავს მსხვერპლი. სოციალური ხარჯების შემცირების შედეგად, რამდენიმე დღის წინ 59 წლის ბრიტანელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გარდაიცვალა სიღარიბეში, რადგანაც მას სახელმწიფომ დახმარება შეუწყვიტა. არადა რამდენიმე წლის წინ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ბრექსიტი იმიტომ აირჩია, რომ მეტი ეკონომიკური თავისუფლება ჰქონოდათ, გაზრდილი სუვერენიტეტი და უკონტროლო მიგრაცია რომ შეჩერებულიყო.
ნაიჯელ ფარაჯი, ბრიტანელი პოლიტიკოსი და რეფორმის პარტიის ლიდერი ევრობიუროკრატიას ყოველთვის აქტიურად უპირისპირდებოდა. და ახლა უკვე ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებს დაპირებების შეუსრულებლობის გამო. I couldn't stand by. ვერ წარმოვიდგენდი Brexit-ს თუ ასე დაანგრევდნენ კონსერვატორები. თუმცა მათ ამ პროცესის არასდროს ჯეროდათ. უწინარესი მიზეზი, რის გამოც ხმა მივეცით Brexit-ს, იყო ის, რომ მოგვეხსნა რეგულაციების ტვირთი ჩვენი ქვეყნის 5 მილიონზე მეტი ბიზნესმენისა და მეწარმისათვის. თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ, მისმა კვაზიარასამთავრობოებმა და საჯარო სამსახურმა უარესი შექმნეს, ვიდრე ევროკავშირში ყოფნისას ჰქონდა. უდიდესი მიზეზი კი თუ რატომ მოხდა Brexit-ი, იყო ის, რომ ჩვენ თავად გვეკონტროლებინა ბრიტანეთის საზღვრები. მაგრამ მხოლოდ 2023 წელს ამ ქვეყანაში შემოვიდა მილიონი მიგრანტი. როცა იმავე კონსერვატორების მმართველობისას, ევროკავშირის წევრობისას, წელიწადში 10,000-ობით მიგრანტი მკვიდრდებოდა ამ ქვეყანაში. სტარმერის მთავრობა გლობალური deep state-ის გავლენის ქვეშ იმყოფება, რაც ომის წახალისებაში და მიგრაციის ზრდაში გამოიხატება. ლონდონი, ბირმინგემი, მანჩესტერი დაჩქარებულ ისლამიზაციას განიცდის, რაც ბრიტანელების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. ამიტომაც ფარაჯის და მისი პარტიის რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება და არაა გამორიცხული, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს კიდევაც. თუ რა თქმა უნდა, მისი ლიდერი არ დააპატიმრეს ან არჩევნებიდან არ მოხსნეს. რა ხერხსაც მემარჯვენე ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გლობალისტური ელიტა ასე ხშირად მიმართავს. ევროპული დემოკრატია ევროკავშირსა თუ მის ფარგლებს გარეთ სერიოზულ კრიზისში იმყოფება. მოსახლეობის მზარდი შეშფოთება და იმედგაცრუება პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ გლობალური deep state-ის მიერ მართული ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ძალიან დაშორდა საკუთარ მოსახლეობას, მათ საჭიროებებს და საკუთარი საქმიანობით ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ახდენს. რა შეუძლია ამ დროს ევროკავშირის მოსახლეობას? მათ მხოლოდ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის ბერკეტი გააჩნიათ სიტუაციაზე ზეგავლენის მოსახდენად. მაგრამ ევროპარლამენტი შეზღუდული უფლებამოსილებით მოქმედებს. ევროპარლამენტი მსოფლიოში ყველაზე ტრაგიკომიკური პარლამენტია, მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ არც ახალი კანონმდებლობის მიღება და არც უკვე არსებულის კორექტირება. ყველაფერი ეს ევროკომისიის პრეროგატივაშია. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ძალაუფლება ევროკავშირში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუტის, ევროკომისიის ხელშია. ევროკომისიის პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს კი სამწუხაროდ ხალხი არ ირჩევს. ისინი ანტიდემოკრატიულად ინიშნებიან და გლობალური deep state-ის პოლიტიკის გატარებას ცდილობენ. ევროპული მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფით და დაზიანებით. ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკავშირში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობა უკვე მეორედ უკავია, ხალხის მიმართ არ არის ანგარიშვალდებული. ბევრი ევროპარლამენტარი მას ადანაშაულებს ევროკავშირის დამანგრეველი პოლიტიკის გამო, თუმცა მათი ხმა გლობალისტურ მედია საშუალებებში სათანადოდ არ ისმის. Dear Ursula, I think ძვირფასო ურსულა, ვფიქრობ, რომ უშუალოდ უნდა გაიგოთ თუ რას ფიქრობს თქვენზე ევროპელთა უმეტესი ნაწილი. წინა ვადის დროს თქვენი შერჩევა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე უდიდესი შეცდომა იყო. თქვენ გაანადგურეთ ევროპის ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ევროპა იქცა ერთგვარ მუზეუმად ღია ცისქვეშ სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. ჩვენ ევროპელები უფრო და უფრო ვღარიბდებით, რადგან თქვენ მიგრაციის პაქტის სახეს წარმოადგენთ. მოგმართავთ როგორც ქალი ქალს. დედა დედას, როგორ არ გრცხვენიათ მიგრაციის პაქტის პრომოუშენის გამო. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ევროპის მილიონობით დედები და ბავშვები თავს საფრთხეში გრძნობენ, მათ აშინებენ ქუჩებში. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თითოეულ გაუპატიურებაზე, ყველა ტრაგედიასა და ძალადობრივ თავდასხმაზე, რომლებსაც სჩადიან უკანონო მიგრანტები, რადგან თქვენ მათ ევროპაში ეპატიჟებით. თქვენი ქმედებების გამო ციხეში უნდა წაბრძანდეთ და არა ევროკომისიაში. თქვენი პრეზიდენტობა ევროკომისიაში ნიშნავს ევროკავშირის კოლაფს. მშვიდობის მიზნით შექმნილი ევროკავშირი, რომელიც ერთ დროს ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალ თამასას აწესებდა და სწორედ ეს იყო მისი მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი, დღესდღეობით ომის პარტიის ლიდერია და ეკონომიკური წარუმატებლობის ეტალონი. ამაში კი ის ხალხია პირველ რიგში დამნაშავე, ვინც ევროკავშირის სახელით ლაპარაკობს და საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ხალხი გლობალური deep state-ის მთავარი დასაყრდენი გახდა. დღეს ბრიუსელი არაფორმალური მმართველობის და სუიციდალური პოლიტიკის ცენტრად იქცა, სადაც ომს მშვიდობად ასაღებენ, უმეცრებას ზალად, ხოლო თავისუფლებას მონობად. ზუსტად ისე, როგორც ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველურ წიგნში 1984-ში.
არასასურველ პოლიტიკურ ოპონენტებს, ვინც ბრიუსელის დიქტატურას არ ეთანხმება, არჩევნების შედეგებს უუქმებენ, როგორც ეს რუმინეთში მოხდა. ეროვნული ინტერესებით მოქმედ ლიდერებს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებით ებრძვიან, რისი მსხვერპლიც მარინ ლე-პენი გახდა საფრანგეთში. თავისი ქვეყნის პატრიოტებს კი აჩუმებენ, როგორც მაგალითად ორბანის წინააღმდეგ მოქმედებენ, როდესაც უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა სურთ. There's been a massive ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობისას მოხდა ძალაუფლების მასობრივი კონცენტრაცია ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე. ევროკავშირის ნებისმიერი შეთანხმება ფონ დერ ლაიენისა და მისი ახლო გარემოცვის ხელშია. იმავდროულად ის არის ევროკომისიის ყველაზე უფრო უგუნური, იდიოტური, გიჟური, უპოლიტიკო პრეზიდენტი და ყველაზე უფრო ძლევამოსილი, რაც აქამდე ყოფილა. და ეს კომბინაცია მომაკვდინებელია, როცა გყავს ყველაზე შლეგი და ძლევამოსილი. და ეს არაა ცალკე შემთხვევა, რომ ნახევრად გიჟი პიროვნება კაია კალასთან ერთად. თუმცა კალასი ნახევრად გიჟი კი არაა, არამედ სრულიად შეურაცხადია. რამდენიმე კვირით ადრე სანამ ევროპის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ხელმძღვანელი გახდებოდა, მან ტელეეთერით მხარი დაუჭირა ბირთვული ძალის მქონე რუსეთის დაშლას და ეს პიროვნება ჩვენი ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრია. ანუ ევროკავშირში დღესდღეობით იმდაგვარი რეალობა შეიქმნა, რომ ხალხს მხოლოდ ევროპარლამენტის შემადგენლობის ცვლილება შეუძლია, მაგრამ მთავარ გადაწყვეტილებებს გლობალური deep state-ის მიერ დანიშნული ჩინოვნიკები იღებენ, რომლებიც ანტირუსული სანქციებით ევროპულ ეკონომიკას ანგრევენ და უკრაინის ომს მაქსიმალურად ახანგრძლივებენ. ჩინეთი ეკონომიკურად ბევრად აღემატება რუსეთს, ისევე როგორც სამხედრო თვალსაზრისით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ კოლექტიურად რუსეთის დამარცხება არ შეგვიძლია, მაშინ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ჩინეთს? ევროპარლამენტი ფიქსიად იქცა. მის წევრებს პოლიტიკური ძალაუფლება ჩამორთმეული აქვთ. ევროკომისია კი ევროპის დაღმასვლითაა დაკავებული. მაყურებელმა სუბიექტურობა რომ არ დაგწამოს, გავიხსენოთ ჟან-კლოდ იუნკერის ისტორიული სიტყვები. 7 წლის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტს უაზრობა და აბსურდი უწოდა. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის, მალტის პრეზიდენტის გამოსვლას სულ რაღაც 30 პარლამენტარი ესწრებოდა და დარბაზიც არიელი იყო. Monsieur le Président, Monsieur le Premier ministre. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ევროპარლამენტი უაზროა, ძალიან აბსურდული. ის ფაქტი, რომ ამ დებატებზე მხოლოდ 30 ევროპარლამენტარია ნათლად ადასტურებს იმას, რომ პარლამენტი არ არის სერიოზული. ბატონი მუსკატი, ქალბატონი მერკელი, ან ბატონი მაკრონი რომ ყოფილიყო, ჩვენ სავსე დარბაზი გვექნებოდა. პარლამენტი სრულად უაზროა. თქვენ სულელები ხართ. მე არასდროს აღარ დავესწრები მსგავს შეხვედრას. ევროპარლამენტმა პატივი უნდა სცეს პატარა ქვეყნების პრეზიდენტებსაც, რასაც პარლამენტი არ აკეთებს. ასეთ სარიელ ევროპარლამენტში მიიღება მრავალრიცხოვანი რეზოლუციები საქართველოზე, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ევროკავშირში ძლიერი სუსტს ჩაგრავს, დიდი პატარას, უსამართლობა და ფარისეულობა ნორმად იქცა, ევროპარლამენტი კი პოლიტიკურ ბუტაფორიად. პატარა და ნაკლებად გავლენიან ქვეყნებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ. ევროკავშირის უსამართლო პოლიტიკის კარგი მაგალითია საქართველო და მის წინააღმდეგ გაჩაღებული უპრეცედენტო კამპანია. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დამოუკიდებლად მოქმედებს და გარედან მიღებულ ბრძანებებს არ ემორჩილება. ევროკავშირში რეალური ძალაუფლება ხალხის მაგივრად მცირერიცხოვანი ელიტების ხელში აღმოჩნდა, ვინც deep state-ის კარნახით ტრანსნაციონალური კორპორაციების გამდიდრებაზე და დაუსრულებელ ომზე ფიქრობს. მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები თაროზე შემოდეს. ხალხს აზრს აღარ ეკითხებიან საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას და Brexit-ი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც რეფერენდუმის შედეგები მხედველობაში მიიღეს. ევროკავშირის ანტიდემოკრატიული სვლა რამდენიმე წლის წინ არ დაწყებულა. ის ახლა თავის ზენიტშია. 2008 წელს ირლანდიის მოსახლეობამ უარი განაცხადა ლისაბონის ხელშეკრულების მიღებაზე და ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებაზე, მაგრამ მათი არჩევანი დააიგნორეს. რეფერენდუმი მეორედ ჩაატარებინეს, სანამ ირლანდიელები ბრიუსელის დირექტივაზე არ დაითანხმეს. 2015 წელს საბერძნეთის ეკონომიკური კოლაფსის დროს ქვეყნის მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით უარი თქვა გერმანიის, საფრანგეთის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკომისიის და ევროპის ცენტრალური ბანკის კაბალურ პირობებზე ფისკალური პოლიტიკის რეფორმირებაზე. ამის მიუხედავად ხალხის ნების საწინააღმდეგოდ საბერძნეთის იმჟამინდელი ხელისუფლება აიძულეს გადამდგარიყო და ბრიუსელის მორჩილი პოლიტიკოსი განაწესეს ქვეყნის ლიდერად. ევროკავშირის ანტიდემოკრატიული მართვის გარდა ბრიუსელის მცირერიცხოვანი ელიტა დაუსრულებელ წნეხს ანხორციელებს ეროვნულ მთავრობებზე და ურჩობის შემთხვევაში სადამსჯელო ღონისძიებებს ააქტიურებს. მაგრამ მემარჯვენე კონსერვატიული ძალების გაძლიერება აჩენს იმედს, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. უკმაყოფილო ხალხი მუდმივად არ გაჩუმდება. ყველა ოპონენტს ვერ დაიჭერენ და ადრე თუ გვიან ეს პლუტოკრატია დაინგრევა. ამ ყველაფრის ფონზე კაია კალასის, მარტა კოსისა და კიდევ სხვების განცხადებები საქართველოში დემოკრატიის ვითარებაზე უბრალოდ უადგილოა.
ეს განცხადებები მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის არის მაშველი რგოლი. იმ ოპოზიციისთვის, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მეორე ფრონტისა და იმ რეჟიმის დაბრუნების მომხრეა, რომელიც 2012 წელს წარსულს ჩაბარდა. რეჟიმი როგორი იყო, ეს ძალიან კარგად ჩანს დღეს მოქმედი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. როდესაც ამ ვითარებას ვინმე დემოკრატიის შუქურას არქმევს და დღეს რაიმეთი უკმაყოფილოა, მას ადეკვატური დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით არ უნდა მოვთხოვოთ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.